გამარჯობათ. გუშინ წინ შევიძინე ეს M1 ეფექტური მიკროორგანიზმების პრეპარატი. სიმართლე გითხრათ, არც ვიცოდი რომ ეს პრეპარატი საქართველოში რომ კარგახანია იყიდებოდა. კარგია რომ ქართულმა ფირმამ მოიპოვა იაპონური Emros დისტრიბუტორობა და იმედია სწორედ მის პროდუქციას ავრცელებს საქართველოში. იდეაში ეს არის ძალიან კარგი პრეპარატი მცენარეთა დაცვისათვის. ძალიან ბევრ მცენარეთა მიკროსკოპულ მავნებელს ეს პრეპარატი ანეიტრალებს. თუმცა მისი ქართული დისტრიბუტორის მიერ ისეთი რეკლამა კეთდება, რომ თუ ამას საკითხში გაუთვითცნობიერებელი ადამიანი იყიდის და რეკლამას ბოლომდე დაუჯერებს, მის თვალში მხოლოდ ამ პრეპარატის გაუფასურება მოხდება გარკვეული დროის შემდეგ. თავის Facebook-ზე დისტრიბუტორი გვეუბნება, რომ თურმე M1 სრულიად საკმარისია მოსავლის მოსაყვანად. ეხლა რეალურად რა არის ეს? ჩემო ბატონო. ეს პრეპარატი გარდა სოკოვანი და ზოგიერთი ბაქტერიული დაავადების პროფილაქტიკისა მცენარეებისათვის არის დამხმარე საშუალება ნიადაგის განოყიერებისათვის, რადგან აჩქარებს ორგანული ნივთიერებების დაშლის პროცესებს და ნიადაგის განოყიერებისათვის უნდა იქნეს გამოყენებული ორგანულ სასუქთან ერთად. მაგრამ თუ ორგანიკა არ იქნება და ორგანული სასუქი არ იქნება, რა უნდა დაშალოს ამ პრეპარატმა, რა უნდა ქნას? ხოდა თუ ჩვენ ორგანულ სასუქს ამ პრეპარატით ჩავანაცვლებთ, ნიადაგის გამოფიტვის მეც არაფერს გავაკეთებთ. ერთადერთი რაც მოვა, მხოლოდ ამაზე იქნება მწვანილი. რადგან კარგი მწვანილის მოსაყვანად სწორედ რომ ღარიბი ნიადაგია საჭირო, თორემ დაიგროვებს ნიტრატებს, ერთად ფოთლოვანი მწვანილი, განსაკუთრებით რუკოლა ნიტრატებს იგროვებს. მარტო M1-ის მოსაყვანად რომ ვიყოთ, პომიდორის გარეშე დავრჩებით. პომიდორი არც კარტოფილი მოვა იქ, არც კიტრი და არც არაფერი. ერთ-ორ წელიწადში გამოიფიტება მიწა და აი ამის მერე. მე მაქვს ერთი ვიდეო ჰოლცერის კვალზე, სადაც ვთქვი, რომ თხრილში ჩაყრილ ორგანულ მასას მერე ტრიქოდერმა უნდა მივასხათ დაშლის დასაჩქარებლად. ეს პრეპარატის რა თქმა უნდა გამოდგება ჰოლცერის კვალისათვის. ტრიქოდერმის მაგიერ ეხლა რომ გითხრათ, რომელი უფრო ეფექტურად იმუშავებს, ეს უბრალოდ არ ვიცი, იმიტომ რომ შესაბამისი ექსპერიმენტი მე არ ჩამიტარებია, თან ექსპერიმენტი ერთი არ არის საჭირო, იქ რამდენიმე და სხვადასხვა რეჟიმში უნდა ჩატარდეს. ეხლა იმის დასადასტურებლად, რომ ეს პანაცეა არ არის ყველა დაავადების წინააღმდეგ, კიდე რამდენიმე არგუმენტს მოვიყვან. პირველ რიგში ის, რომ ეს არ არის ინსექტიციდი, ანუ მწერებს უშუალოდ არ ებრძვის. მართალია, ამისი საშუალებით მცენარის იმუნიტეტი უმჯობესდება და მცენარე ოდნავ უკეთ გაუძლებს მავნე მწერების შემოტევას, მაგრამ ამას არ ქვია ინსექტიციდური ეფექტი. პრინციპში, თავისი მოქმედებით ეს პრეპარატი გახლავს ტრიქოდერმის ანალოგი, თუმცა მას აქვს ერთი ძალიან დიდი უპირატესობა ტრიქოდერმასთან შედარებით. ის ეფექტურად აქრობს სუნს. ასე რომ, მისი საშუალებით თუ დაამუშავებთ საკომპოსტეს, ნაკელს, ტუალეტს, ეს პრეპარატი უსიამოვნო სუნს ნულზე გაამრავლებს, შეიძლება ითქვას. ეხლა რა არის ამ პრეპარატში რომ ვიცოდეთ? მასში არსებული მიკროორგანიზმების შემადგენლობა გასაიდუმლოებულია ფირმა მწარმოებლის მიერ, თუმცა რა მიკროორგანიზმებია მისი გამორკვევა ნამდვილად შესაძლებელია, იმიტომ რომ არსებობს ბიოლოგიური ჩანათესი და დნმ-ის ანალიზი, თუმცა არც არავის გამოუყენებია, შეიძლება რუსებმა გამოიყენეს, იმიტომ რომ ანალოგებს უშვებენ, იმისათვის რომ გაერკვიათ მისი ზუსტი შემადგენლობა. ხარჯი იმხელა იქნება, რომ არც არავის უღირს ყველა კომპონენტი გაარკვიოს, რაც ამაში შედის. დეტალურად შეიძლება ითქვას, ახლა ბოლო-ბოლო მართლა პანაცეასთან კი არა გვაქვს საქმე. სუნის გაქრობის გარდა, ტრიქოდერმითა და ბაცილუს სუბტილისითაც კარგად შეიძლება არსებობა და მეურნეობის წაყვანა. ეს რომ არ გამოვიყენოთ, ახლა ვისაც პორში არ ყავს რა, შევროლეთი ვერ დადის თუ ან ტოიოტათი რომ
ასეა აქაც. კი, ძალიან კარგი პრეპარატია, მაგრამ ერთადერთი არ არის რისი არჩევანის საშუალებაც გვაქვს. რადგანაც ეს პრეპარატი საკვები არ არის, ამიტომ წარმოებელი არ არის ვალდებული, რომ მის ეტიკეტზე დაიტანოს შემადგენლობა სრულად. M1 არის საკმაოდ ბევრი სხვადასხვა სასარგებლო მიკროორგანიზმების ნარევი, რომელთაც აქვთ სინერგიული მოქმედება, ანუ ერთდროულად მოქმედებენ და ერთმანეთის მოქმედებას აძლიერებენ. პრეპარატის მთავარი კომპონენტები არის ორი მიკროსკოპული სოკო. ეს არის ასპერგილუს ორიზაი და მუკორხეამალისი. მაგრამ მათ ამ ეტიკეტზე ვერ იპოვეთ, აი დააკვირდით ეტიკეტზე არც ასპერგილი, არც მუკორი არ არის მოხსენებული. აქ მოხსენებულია რძემჟავა ბაქტერიები, საფუარი და ფიტოტროპული ბაქტერიები და ეს ასპერგილუსი და მუკორი ნახსენებიც არ არის. ესეც ერთგვარი სარეკლამო ტრიუკია, რომელშიც არაფერი ტყუილი არ არის, მაგრამ არ საკრძალულია და არ საკრძალულია შესაბამისად, მაგრამ ეხლა დავფიქრდეთ რა, ძალიან ბევრ ადამიანს აქვს გაგებული, რომ რძემჟავა ბაქტერიები და საფუარიც გამოიყენება ჩვეულებრივ კულინარიაში. ასე რომ მათზე არანაირი რეაქცია უარყოფითი არ ექნება. და ასევე ძალიან ბევრ ადამიანს გაუგია, რომ ასპერგილუსის და მუკორის ოჯახის სოკოები დაკავშირებულია ადამიანის ავადმყოფობასთან და ავადებებთან. თუმცა ეს კონკრეტული სახეობები ასპერგილუს ორიზაი და მუკორხეამალისი არანაირ ბიოლოგიურ საფრთხეს არ წარმოადგენენ. კონკრეტულად ეს სახეობები არ არიან საშიში, არ არიან პათოგენები. მაგრამ ეტიკეტის გაფორმებისას აქაურმა დისტრიბუტორებმა დაგვინდეს და მთავარი კომპონენტები არ დააწერეს, რათა ჩვენ არ გვენერვიულა, ასე ვთქვათ. პრინციპში მე თვითონაც ვიყიდე სწორედ, ამიტომ რომ აქედან მინდა გამოვყო ასპერგილუს ორიზაი და მუკორხეამალისი ის კულტურები მინდა მივიღო სუფთა სახით. და შეუღრიო ადგილობრივ ლაქტობაქტერიებს და საფუარს რა გამოვა რომ ნახო. თბილისის მიკრობიოლოგებში ეს სუფთა კულტურები ვერ ვიშოვე და ამიტომ ეს პრეპარატი ვიყიდე, იმიტომ რომ ვიცოდი რისგანაც შედგებოდა. ასე რომ რეალურად ძალიან კარგი პრეპარატია, უნდა იყოს წესით ჯერ არ მიხმარია. ახლა შორიდან ჩამოტანა საერთოდ ბიოპრეპარატებისას ვერიდები ხოლმე ტრანსპორტირებისას არასოდეს არ იცი რა ხდება, სად გადახურდება, სად გაცივდება, ასე რომ ვერიდები შეიძლება ითქვას, ახლა გაციება ზაფხულშიდაც არის შესაძლებელი ზედმეტად, იმიტომ რომ ზოგიერთი თვითმფრინავის, ახლა პატარა ტვირთები თვითმფრინავით მოდის. თვითმფრინავის საბარგული არ თვება და 10,000 კილომეტრს 10,000 მეტრ სიმაღლეზე. ჩემო ბატონო, იქ შეიძლება ძალიან დაბალი ტემპერატურა იყოს და ბიოპრეპარატი გააფუჭოს კიდევაც. ამ პირიქით სიცხეში მოხდეს და ასე შემდეგ. ამიტომ ტრანსპორტირება ცოტა არ იყო ვერიდები შორიდან ჩამოტანას. Так. ეხლა დისტრიბუტორის სარეკლამო სიტყვებს ბოლომდე უნდა უჯერებთ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ შეიძლება იმედი გაგიცრუვდეთ და თვითონ დატანეთ ტვინის ძალა. ახლა ბოლოს და ბოლოს ყველა გამყიდველი აჭარბებს თავისი პროდუქციის რეკლამირებისას, ხო და ესეც არ არის გამონაკლისი. ინსტრუქციაში ეტიკეტზე წერია, რომ მცენარეების შესასხურებლად, ფოთლების მხრიდან შესასხურებლად 1000 განზავება არის საჭირო. მაშინ, როდესაც თავად მწარმოებლის ინსტრუქციაში არის 1/5-დან. ასე რომ თქვენ 1/5 განზავება შეარჩიეთ. ასეთი იქნება ჩემი რჩევა. და კიდევ ერთი ეტიკეტს აწერია, რომ ესე იგი 6 თვე სასურველია, რომ 6 თვეში გამოვიყენოთ. 6 თვის განმავლობაში. მაგრამ ეხლა თავად მწარმოებლის საიტზე ვერ ვნახე შენახვის ვადა და შტატებში დისტრიბუტორი
Teraganix-ის საიტზე არის მითითებული, რომ დამზადებიდან 45 დღეში უნდა იქნეს გამოყენებული სასურველი ამ მისი გამოყენება. ეხლა მე არ ვაპირებ უნგროვნებით სცენარებზე ამის მისხმას და ეს ასპერგილი და მუკორი რაც მე მაინტერესებს 2 წელიც კარგად შეინახება ამაში. მაგრამ დანარჩენი ეხლა ლაქტობაცილებზე განსაკუთრებით მეც არ მგონია რომ 45 დღეზე მეტი მისი შენახვა მოხერხდეს. ეხლა პრეპარატის აქტივაცია საკვებხსნარში განზავება და ჩამოსხმა ხდება თბილისში. ეს ბოთლი უკვე თბილისშია დამზადებული საბოლოო სახით. ანუ კონცენტრირებული სუფთა კულტურა ჩამოვიდა თბილისში, ცალკე უნდა ჩამოსულიყო წესი ალბათ თუ აქ არ დაამზადეს საკვები ხსნარი და მერე რაღაც მომენტში უნდა გაიხსნას 7 დღე იდგეს და 7 დღის შემდეგ უნდა მოხდეს ამისი ჩამოსხმა. ეხლა თუ ამ პრეპარატის თქვათ აქტივაციისას ისეთივე იღრიშები არ არის დაშვებული, რაც ეტიკეტზეა, მაშინ ჩამოსხმიდან 45 დღე პრეპარატი მართლაც ძალიან კარგად იმუშავებს და გააკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს, არც მეტს, არც ნაკლებს. და პანაცეას ყველა სასოფლო-სამეურნეო სცენარის პრობლემიდან ამას ნუ შექმნით, როგორც ეს მის რეკლამებშია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, ეს არის ფასი. დღეს ის ღირს 30 ლარი AS 1 ლიტრა და ამასაც გვიცხადებენ ფასდაკლებად და შეღავათად. ამ დროს ინტერნეტ მაღაზიაში მალაიზიაში ვიპოვე რომ არის 14 ლარი, შესაბამისი კურსით. და საერთოდ ინტერნეტ მაღაზიის ფასები რო უფრო მაღალია ვიდრე ჩვეულებრივი რიგითი მაღაზიების, ეს ყველას მოგეხსენებათ იმედია. ეხლა ომში მყოფ უკრაინაში და რუსეთში, სადაც ორივე ქვეყანაში ომია ხო პრინციპში. ამისი ფასი უფრო ნაკლებია კიდევ ვიდრე მალაიზიაში. ეხლა მე მგონი რომ აქ მონოპოლისტის მდგომარეობის სარგებლობას აქვს ადგილი, მაგრამ თუ დისტრიბუტორმა ვერ მოახერხა ფასის დაწევა, ეს პრეპარატი რეალურად იქნება ეკონომიურად არაეფექტური ბიომეურნეებისათვის და დარჩება მხოლოდ სოფლის ტუალეტების და საკათმეს აღორებოსლის სუნის გამოქრობლად. ეხლა მინდორში გამოსაყენებლად სხვა იაფი და არანაკლებ ეფექტური ალტერნატივებიც არსებობს, ხოლო ისეთი ბიომეურნისათვის, რომელსაც ტრიქოდერმის კულტურა შეუძლია თვითონ აწარმოოს სახლში, ამ პრეპარატის ყიდვა საერთოდ ყოველგვარ აზრს კარგავს. თუმცა გავიმეორებ, რომ M1-ის ქართულ რეკლამაში სხვა რეკლამებზე მეტი გადაჭარბებული ქებადიდება ნამდვილად არ არის. ბევრი სხვა რეკლამა, სხვა საგნების და მომსახურებების ამაზე ბევრად უარესია. ასე რომ დიდად გაიკვირვებთ, არც პროტესტს არ აქვს აზრი, რამე კანონი დაერღვა, არა ბატონო, არაფერიც არ დარღვეულა. რეკლამას აქვს უფლება, რომ ცოტა, ასე ვთქვათ, საკუთარი თავი ცოტა ზედმეტად შეაქოს. ასე რომ ყველამ ცოტა ტვინი გაანძრიეთ და გულუბრყვილოდ მიენდობით, გაყიდვით დაინტერესებული პირის მიერ წარმოებულ ქებადიდებას და არა მარტო ამ შემთხვევაში, არამედ ყოველთვის. მიუხედავად ჩემი პრეტენზიებისა, რაც აქ გამოვთქვი, მე მაინც დადებითად ვაფასებ ამ ადამიანების საქმიანობას, რომლებიც ამას შემოიტანენ და აქ ასხამენ, რადგან ისინი მოუწოდებენ ადამიანებს ქიმიის არ გამოყენებისაკენ საერთოდ სოფლის მეურნეობაში. და ეხლა თუ საკუთარი რეკლამირებისას აჭარმებს, რა ვქნათ, ვინ არ აჭარმებს? აბა მითხარით. დღეისათვის სულ ეს იყო, ნახვამდის, კარგად გრძანდებოდეთ.